სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი კითხვა ძალიან პრაქტიკულია და ძალიან საინტერესოა. მე თუ მკითხავთ და ამაზეც დღესდილასაც ქონა ახალგაზრდასთან საუბარი და ძალიან ხშირ შემთხვევაში ხო ჩვენ დაბნეულები ვართ ხოლმე, როდესაც ან ჩვენი ტრადიციული რელიგიიდან აგვაქვს რაღაცა გაგებები, ან რაღაცა წინასწარ გვაქვს არასწორად, მაგალითად არასწორი თეოლოგიას ვატარებთ, არასწორი დოქტრინალური შეხედულება გვაქვს ამა თუ იმ საკითხზე და ეს ჩვენ გვაფერხებს და სატანა ამას იყენებს და გვხევს უკან. და ვერ ვითარდებით სულიერად, ვერ ვიზრდებით სულიერად, გესმით? როცა ძალიან მარტივად შეიძლება იყოს პრობლემის გადაწყვეტა, ძალიან მარტივად. და აი აქ არის ზუსტად ბატონი ჯონ მაკარტურის ალბათ ეს, რა ვიცი ეს უდიადესი ალბათ სიბრძნე, რომელიც მან დააგროვა, ხო, ღმერთთან ურთიერთობის, ბიბლიასთან, მის სიტყვასთან ურთიერთობის და რომელსაც ის გვიზიარებს, ყოველ შემთხვევაში თეორიულად, მე არ ვიცი კიდე ხა პრაქტიკულად ახლოს უნდა ვიყო, ხო, რამდენად შეიძლება ხორცასხავდა ეს ყოველთვის, მაგრამ თეორიულად ძალიან სწორი, რომ მიხვდებით უფრო სწორი რომელიც არის, იმ თუჩივე სულიწმინდა ბეჭედს დაგირტყავთ იმაზე, რომ ეს არის უფრო სწორი გაგება და არა ის, რომელსაც ვიღაცები გეუნებოდნენ, ან კიდე შენ ქონდა წარმოდგენა ამა თუ იმ საკითხზე. და საქმე ეხება ლოცვას. ლოცვაზე არის საუბარი და მოვისმინოთ ჰოლისი, მე მგონი ქალბატონი არის ამ კითხვას სვავს და ცოტათი დაბნეული არის და აინტერესებს ეს. ადრეც იყო ამაზე საუბარი, თუ თქვენ მოყვები ჩვენს კითხვა-პასუხებს, რომელიც უკვე 547 არის დღეს რო ჩავიხედე ნათარგმნი და კიდე ერთი ამდენი და კიდე უფრო მეტი გველის წინ, ხომ, ჩვენ რო გავიარო და თუ რამე გამეორებით იქნება, ალბათ ეგეც ჩვენ გამოგვადგება, იმიტომ რომ სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება კიდე უფრო სიღრმისეულად გაცეს ბატონმა ჯონმა პასუხები და მე არ გამომიტოვებია კითხვა თუ იდენტიური არის, ხო, იდენტიური კითხვა, 1-2 იყო რაც გამოვტოვე მე და მეტი არ გამომიტოვებია და უბრალო კითხვებსაც იმიტომ და დღევანდელ დღესაც ახალგაზრდას უთხარი რომ გაიგონ ქართველებმა ვინც მოისმენენ, ხო, ქართველმა მსმენელებმა, ეს ძირითადად ქართველი მსმენელებისთვის არის, რომ ამერიკელები არ განსხვავდებიან ჩვენთვის, მაგრამ ელაპარაკი იყო რომ ბატონი ჯონის ერთგან ახსენებს, ეხლა ვიღაცა რო კითხვას სვავსო და მეჭეჭი სად ექნება იმას, რა ქვია, ანტიქრისტეს იმაზე არის, მხეთზე არის საუბარი, ხო? აქ რქა თუ იქ რქა ამოსული, ცოტა არ იყოს ეს ღიმილის მონგრელია, მაგრამ როცა ჩვენ ესეთი კითხვებიც აქვს, ესეთებსაც სვავს თუ ატყობთ, ხო? არის პრაქტიკული კითხვები, რომლებიც აი პირდაპირ გაგებით სულიერად გზის. აი მაგალითად, იმ ახალგაზრდას აინტერესებდა და გაუგზავნა ახლა ორი კითხვა და მეც გავეცი პასუხი. როგორ გავიგოთ, რომ ვართ ქრისტიანი დაბადებულები და მეორე, როგორ გავიზარდოთ ქრისტეში. და ძალიან მარტივად იყო იქ პასუხები მოცემული, რომელიც მეც თავის დროზე დამეხმარა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში თქვენ სხვაგან ეძებთ ამას. აი ახლა მარხვა მაგალითად გონიათ, რომ მარხვა ადამიანს იმას იზავს, ფრთებს გამოასხავს? არანაირად არა, უბრალოდ ეს საშუალება, რომ უფრო მეტი კონცენტრაცია გავაკეთოთ ღვთის სიტყვაზე. მაგრამ მარხულობები ეს რაღაცა სახელმწიფო მასშტაბით, ეხლა იქ რუბიომაც ჯვარზე რო დაიხატა თავი, იცით ეს არის სახელმწიფო მდივანი, კათოლიკებს რაც ახასიათებს, მოსაჩვენებლად, ყველაფერი რაც გარეგნულია, ხო? უარი უთხარი და ზურგი აქციეთ. ყველაფერი გარეგნული. ეცადეთ ის, რაც არის შინაგანი, რაც თქვენ ღმერთთან კავშირს მოგაძევნილებთ, რაც ნამდვილ ცვლილებას გამოიწევთ თქვენში და არა ის გარეგნული რაღაცა და ინფორმაციები კიდე ინფორმაცია პიროვნება მეუბნება აი ამას უსმენ, იმას უსმენ, ამას უსმენ და ამ დროს ხო სულ დაკავებულია მისი კითხვები არის რაღაცა ესხატოლოგიური, რაღაცა პოლიტიკაზე და რაღაცა იმეებზე. კაცო პირადული რა არის, როგორც დღევანდელმა დილას ახალგაზრდა შემომეხმიანა, შენი პრობლემა რა არის? შენი პრობლემა და ეგ უფრო მე მაიძულებს რომ გითხრა და მე უფრო მაინტერესებს ეგ და უფრო ეგ გაგიზიარო ღმერთთან მიმართებაში თუ რამე შემიძლია და გითხრა მიგითითო იქ რას ამბობს გამოცდილი, ჩემზე უფრო გამოცდილი ადამიანი და ბიბლია რას ამბობს, ხო? და იქიდან ავიღოთ იმედი და რწმენა და არა რაღაცა ესეთი გარეგნული, გარეთ მდგომი კითხვა. ჩვენ რო არ გვეხება ისეთი რა და თავს რო გაგიდიდებს და ინფორმაციას მოგცემს, რომ მე ვიღაცას ეკამათო, იეღოველებს, მართლმადიდებლებს და არაფრის მომტანი რო არ არის ეგა რა. ამიტომ ნახეთ რა განსხვავებულია. ეს კითხვაც მე მგონი ძალიან კარგი კითხვა არის, ძალიან პრაქტიკული და ეთყობა ადამიანს, რომ მართლა პრაქტიკული თავისი შეჭირვებიდან სვავს. გულწრფელი არის ეს კითხვა და ჩვენც გამოგვადგება, მოვუსმინოთ. ლოცვისას უნდა ვიფიქროთ იმაზე, ეს შედის თუ არა ღმერთის სუვერენულ გეგმაში. მე ესე გავაკეთე ფორმულირება. თქვენ თვითონ გამოიტანეთ აზრი, აი მოვუსმინოთ ჰოლის. სალამი ჯონ, მე მქვია ჰოლისი.
ახლა თუ შეიძლება შემისწორეთ, თუ მე ვცდები ჩემს განცხადებაში. ჩემი გაგება ის არის, რომ არსებობს ორი ხარისხი, ორი კლასი განჩინებული მოვლენების, ანუ წინასწარ განსაზღვრული ღმერთის წინასაზღვრულ გეგმის ფარგლებში. და ჯონ მაკარტური ცოტათი ვერ გაიგო თავიდან და მე მაინც ტოვებ ხოლმე ამ იმას დიალოგის ფორმატი რო შევინარჩუნოთ, გთხოვთ ჰოლის კიდევ თქვით რას ნიშნავს რა ორზე ალაპარაკი განჩინებული მოვლენების ორი კლასი ღვთის წინასარგვალსულ გეგმაში. ორი კლასი. აჰა, ესე იგი მე გამორჩა. დიახ, განჩინებული მოვლენები, რომლებიც გამოწვეულია ღვთიური გზით და ის როც ღვთის მიერ ნებადართულია. ახლა ჩემი კითხვა არის ლოცვასთან დაკავშირებით და ეს ლოცვას ეხება. აი მოსემ ილოცა და თითქოს და ღმერთმა ისე გააკეთა, რომ მოსე რაც უთხრა, მან მოინანია და თავი შეიკავა. გასოთ ხო, როდესაც ღმერთს უნდა რომ გაანადგუროს, როდესაც ის ჩამოდის და ფილები ჩამოაქვს ქვის ნათალი და ხბოს გააკეთებენ, გახსოვთ ხო? და იწყება თაყვანისცემა აროს რო აიძულებენ და იქ ღმერთი იმასურება ძალიან განრისხდება და უნდა რომ გაანადგუროს და მოსესგან დაიწყოს ახლიდან შექმნა ხო ისრაელი ერის და მოსე მასთან ილოცებს და ღმერთი შეინანებს ან შეცვლის თავისას. ასევე ჩვენ ვიცით აგრძელებს ჰოლისი, რომ ელია ლოცულობდა და წვიმა 3 წელი და ნახევარი ნახეთ არ მოსულა ხო? ამ შემდეგ ღმერთმა მოინანია ასევე ნინევიას მიმართ, როდესაც იონა მიდის და გახსოვთ ხომ ნინევია შეინანებს და ღმერთი შეცვლის ამას. რა თქმა უნდა, მე მჯერა აგრძელებს ჰოლისი, მე მჯერა ლოცვის და ახალი აღთქმა გვასწავლის ამას, რომ ღმერთი პასუხობს ლოცვას შემცხოვრებაში და ასე შემდეგ. ახლა შეგიძლიათ ჯონ კომენტარი გააკეთოთ იმაზე, ღმერთის ნებას რა რთავს უფლებას, მისი ნების მოპოვის საშუალება, რომ შეიცვალოს ლოცვით, რომ შეცვალოს. თუ რამე იცით ამის შესახებ, როგორ შეიძლება გავარკვიოთ რა არის ღმერთის ნებაში, რა არ არის მის გეგმაში და როგორ ვილოცოთ ამასთან. და ჯონ მაკარტური ეუბნება. დიახ, გასაგებია ეს, ეხლა როდესაც ესეთ კითხვას სვავთ და თქვენ გარკვეულწილად ხომ ღვთაებრივ გონებას ჩქმეთს, მე ესე გადავთარგმნე, ჩქმეტა და უჯიკებთ. ხო ფოკინგი, ესე თქვათ, რაღაცას იმაშები ჩხრეკვა, დავუშვათ ქართულად კიდე კარგი იქნება ჩხრეკვა. და ჯონ მაკარტურმა უსმენს, მე ცოტათი მიჭირს ამას გაუმკლავდე. მაგრამ ნება მომეცით, დავინახოთ, შემიძლია თუ არა რომ დაგეხმაროთ ამაში, ჰოლის რადგან მე ვიცი თქვენ რასაც გულისხმობთ და რასაც ამბობთ. რაც დასაწყისში თქვი თქვენ, ფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ არსებობს ორი ელემენტი ღვთის წინასგანსაზღვრულ სუვერენულ ნებაში. ერთი არის ღმერთის პირდაპირი მოქმედება, რომლითაც ის განსაზღვრავს და უშვებს გარკვეულ მიზეზს, ხოლო მეორე არის ღმერთის არაპირდაპირი მოქმედება, რომლითაც ის ნებას რთავს რაიმე მიზეზის უშუალო ზემოქმედების გარეშე. დიახ, მე ვიტყოდი, რომ ადამიანური თვალსაზრისით ეს სამართლიანი განსხვავება და შეიძლება ადამიანური კუთხიდან ჩვენ ეს დავინახოთ. მაგალითად, ჩვენ უნდა შეგვიძლია, მაგალითად, ფიქრობ, ეს შეიძლება კიდე ფორმულება, რომ არის რაღაცეები, მაგალითად, წმინდა წერილი ცხადყოფს ამას, ხო, რომ ეს ღმერთმა პირდაპირ გააკეთა. უბრალოდ აიღო და გააკეთა. და არის სხვა რაღაცეები, რაც არ ასახავს ღვთის, მაგალითად, მორალურ ნებას და ჩვენ გვიკვირს ეს, ხო? და გვაინტერესებს ეს ღმერთის ნებით მოხდა? მაგალითად, აი რაიმე ცოდვა, აი რამე ბოროტი მოქმედება. ხედავ და ღმერთი უშვებს ამას. ასე რომ რაც არ უნდა იყოს, ჩვენ მიდრეკილი ვარ დავინახოთ, რომ რაც არის კარგი, რაც არის წმინდა, სამართლიანი, ჭეშმარიტი, რომ ეს უბრალოდ უშუალოდ ღვთის საქმეს მიეკუთვნება და რაც არის ბოროტი ან ნეიტრალური რაღაც არსებობს ღმერთის შემაწყნებლობის ფარგლებში, თუმცა არა მისი პირდაპირი ნების გამოხატულება იყოს ეს. აი თუ ეს დაგეხმარებათ ამ განსხვავებაში, ერთს მართლაც სამართლიანია. ეს ალბათ არის ის ზუსტი, როგორც ჩვენ გონია, მაგრამ ჩვენი შეზღუდული ადამიანური პერსპექტივიდან გამომდინარე, ის მუშაობს ამ საკითხებზე და ეს ჩვენთვის ცოტათი მიუწვდომელია, როგორ აკეთებს ეს ამას. მაგალითად, ხედავთ იესო ქრისტეზე მოქცეულ რომელიმე სულს და ვამბობთ, აი, ეს არის ღმერთის პირდაპირი მოქმედება. მე ვხედავ ღვთის სიტყვას ნაკადაგებს ოჯახისადმი და რომლებიც მოbrunე და ვამბობთ, აი, ეს ღმერთის პირდაპირი მოქმედება.
მეორეს მხრივ, ხედავ რომ ვიღაცა შორდება ქრისტეს მორჩილებას, ნახეთ, უშლის ხელს ეკლესიის მუშაობას, ეკლესიურ დისციპლინას არღვევს და აქ უნდა ავიდე და ხედავთ, მე უნდა უკვე დავასახელო და ვამხილო ეს ადამიანი. ხედავთ, და ამ დროს მე ვამბობ, რომ ეს არის რომ არსებობს ღმერთის პირდაპირი მოქმედება და არ ვამბობ, რომ ეს ღმერთის პირდაპირი ჩარევა არის. მე ვამბობ, რომ ღმერთის შემწყნარებლობის ფარგლებში მან ეს დაუშვა, რომ ეს მომხდარიყო და აქვს ამის ქმედეთი მიზანი მომავალში. და ესე რომ ესეთი შეხედულება საკმარისად სამართლიანია. ახლა ნებამიბუძოდ გითხრათ, რომ თქვენი ქრისტიანული ცხოვრების ძირებში თუ თქვენ ჩახვალთ, თქვენ ამდვილად არ გსურთ, რომ დაიწყოთ და შეეცადოთ, ხომ ამ ორმხრივი პერსპექტივის რომ გაუმკლავდეთ. დაიბნევით ძალიან. და არ არის საჭირო ამის ჩხრეკვა და ქეკვა. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ძალიან დაიბნევით. უბრალოდ თქვენ უნდა მიიღოთ ეს, რომ ეს ასეც უნდა იყოს. ეს მე მგონი დაგეხმარებათ გარკვეული საქმეში, თუ რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას. გასაგებია, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ლოცვას, საქმე ეხება მორჩილებას, თქვენ არ შეგიძლიათ ამ ნივთებთან რაღაცა პატარა თამაში, რომ შეეთამაშოთ ღმერთის სუვერენულ, წინასწარ განსრახულ ნებას. თქვენ უნდა იმოქმედოთ ადამიანური კუთხიდან, თქვენი პასუხისმგებლობის და მორჩილების დონეზე. ასე რომ ლოცვის საკითხი არ არის ის, თუ როგორ გავარკვიო და როგორ მუშაობს ღმერთის ეს სუვერენული ნება. არამედ ლოცვის საკითხი თქვენი ვალდებულება, მორჩილება. გახსოვთ ხო თქვენც ახსენეთ მე მგონი, რადგან წმინდა წერილში ნათქვამია, ილოცეთ შეუწყვეტლივ. გახსოვთ ხომ იაკობი რას ამბობს, რომ მართალი კაცის ლოცვას, ხურვალე ლოცვას, რა შეუძლია გააკეთოს. და არსებობს ამის ილუსტრაციები. თუ როგორ მოძლაობს ღმერთის ნება ამ მიმართულებით. და რას იწვევს თქვენი ლოცვა ამ შემთხვევაში. როდესაც ღმერთის წმინდანი, ღვთის კაცი, აღავლეს თავის ლოცვას, გასვოთ ხო, 60-ში ღმერთი პასუხობს. და ვიღაცა ამბობდა კიდევაც, რომ ლოცვა ეს არის ნერვი, რომელიც ამოძრავებს ყოვლის შემძლეს კუნთებსო. ახლა არ ვიცი, როგორ მუშაობს ეს, მე არ ვიცი, როგორ შედის ეს ღმერთის აბსოლუტური სუვერენიტეტის ფარგლებში, მაგრამ ეს ასეა. მე არ მესმის ეს და მე ნამდვილად არ წუხარ ამაზე. მე საერთოდ არ მადარდებს ეგ, რომ არ მესმის. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი ჩემზე უდიდესი, აღმატებული გონება აქვს და მე ესეთი ღმერთი მინდა ზუსტად. მაგრამ როგორც ჩემი ქრისტიანის პასუხისმგებლობა არის იმის გარკვევა, რომ მე ვილოცო მორჩილად და შეუწყვეტლივ. და იმის გაგებას კი არ მიყო ხელი, თუ რა არის ღმერთის სუვერენული ნება და როგორ შეიძლება ჩემმა ლოცვამ იმუშაოს ამ ნების ფარგლებში. არამედ ჩემი პასუხისმგებლობა, როგორც ვთქვი, მე დარწმუნებული ვიყო, რომ მე უწყვეტლივ ვლოცულობ და ვემორჩილები მას. და მე მთელი გულით მჯერა, რომ რასაც იაკობის ამბობს ამის წერილში, რომ ეს ჭეშმარიტებად სიმართლეა. მართალი კაცის ქმედებითი მხურვალე ლოცვა ბევრ რაღაცას შეძლებს. როგორ მოქმედებს ეს ღვთის სუვერენული წინასაძელსოლნებით? მე არ ვიცი. მაგრამ ეს ასეა, მე მჯერა. ეს არის ის მისთვის ეს პრობლემა, ეს მხოლოდ ჩემთვისაა პრობლემა. ეს არ არის ღმერთის პრობლემა, ეს ჩემი პრობლემაა, რადგან მე მაქვს ეს რაღაცა ჭკვიანური, პატარა, რაღაცა ბატისტვინი, რომელიც ვერ აცნობიერებს უსასრულო იმ უდიდეს ღმერთის გონებას, რომელშიც ყველა აშკარა პარადოქსი ყისიერად წყდება. და ჩვენთვის ეს პარადოქსი რჩება, შეურიგებელია. გასაგებია? დიახ, მადლობთ. მეც არ დაუშვებ ჰოლისი ამბობს პასუხს, მე არ დაუშვებ, რომ ამ ფიქრება კიდევ შემაწუხოს ჯონ და გავითვალისწინებ თქვენ რჩევას. და ჯონ მაკარტური აგრძელებს. მე გეტყვით ისევ სკოლიოს სახით თქვენი გადმოსახედიდან, ალბათ თქვენ გონიათ, რომ უყურებთ ჩემნაირ პიროვნებას, პასტორს და თქვენ გონიათ, რომ მე ვიცი ყველაფერი თეოლოგია. არა, მე მინდა იცოდეთ ეს რამე. ყოველ ჯერზე, როდესაც მე ლოცვის დროს მივდივარ და ღმერთს ვთხოვ რამეს და ღმერთს მოუწოდებ, იცოდეთ, რომ მე ძალიან შეწუხებული და ძალიან შეშფუთებული გულიდან ვთხოვ მას ამას.
და ძალიან უძლური ვარ, უმწეო ვარ. და ჩემი ცხოვრების განმავლობაში ხშირად დამიმდასტურა ღმერთმა მე ეს. როდესაც პირდაპირ ღმერთმა გამცა პასუხი ლოცვაში. და ის ასე აგრძელებს ჩემს გაოცებას და ჩემს მოხიბლვას. პირდაპირ მიპყრობს მე გზადაგზა, რაც უფრო მეტად ვიცნობ მას. მე მოგცეთ მარტივ ილუსტრაციას. და ეს იცოდეთ, რომ ჩვენი ოჯახური საუბარია, ჩვენ ეკლესიას ეხება და გახსოვთ, დეკემბრის ბოლოს გითხარით, რომ ფინანსურად ჩვენ ძალიან გვიჭირდა. და არაერთხელ თხოვე უფალს, უფალო, ეს ეკლესია დიდი ხანია, შენს ხელში არის და ჩვენ ძალიან ჩამოვრჩებით იმ ბიუჯეტს, რომელი ბიუჯეტი ჩვენ დაგეგმილი ქონდა და რესურსები, რომელიც ჩვენ გვჭირდება, არ გაგვაჩნია, რათა დავაკმაყოფილოთ ჩვენი მოთხოვნილები. და მე ამას გამუდმებით ვითხოვდი ლოცვაში. კვირიდან კვირამდე ჩვენ ძალიან გვიჭირდა, იმიტომ თანხა შემოსული არ ყოფნიდა და ეს იყო შობის კვირა, ჩვენ ქონდა შეთავაზება, რომელიც ორჯერ აღემატებოდა ამ ეკლესიის წლიურ ბიუჯეტს. პირველ წელს, როცა აქ ვიყავი. ეს იყო აბსოლუტურად ასტრონომიული თანხა. შემდეგ კი ვლოცულობდი, რომ უფალს როგორმე დაეკმაყოფილება ჩვენი რადიო მსახურების საჭიროება. და ბოლომდე ყოველთვის თხოვდი მას. უცებ გადის დრო და ვიღაცა მოისმინა ჩვენი ეს თხოვნა რადიო ქადაგებაში, შემოდის პიროვნება და გვეუბნება. აი მე მინდა $100,000 მივცე თქვენ ეკლესიას. $100,000 მან გამოყო რადიოს მსახურებისათვის. არა და შენ, როცა პასუხი არ არის, უკან ტრიალდები, ხელს იქნებ და უკვე აღარ აგრძელებ ლოცვას. ასე რომ მე მინდა გითხრათ, რომ ღმერთი აუცილებლად პასუხობს ლოცვას. მე არ ვაპირებ ახლა დავჯდე და ვარკვიო ის, თუ როგორ აკეთებს ღმერთი ამას. იმიტომ რომ მე მაინც ვერ გავიგებ ამას. ასე რომ მე უბრალოდ გავაკეთებ იმას, რაც მან მითხრა, რომ ვილოცო განუწყვეტლივ და მჯეროდეს, რომ ის მოგცემს. გასაგებია? დიახ, მადლობ ჯონ, გასაგებია.